გამარჯობათ მეგობრებო. დღეს ჩვენ გვყავს სტუმრად ერთ-ერთი საუკეთესო შეფი საქართველოში ბატონი მიშა. გამარჯობათ. სასიამოვნოა, მადლობა მოგზანებისთვის. მოგვიყევით ახლა თქვენზე რამე. მივესალმები შენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. მე ვარ პურფუნთუშეულის, პურების და კრუასანების პროფესიონალი, მაგრამ დღეს სამზარეულოში მე ვიქნები როგორც ტურისტი. მაგრამ შენს მაყურებელს ვეთქვი, რომ მეყოლება დღეს საუკეთესო გიდი. გაიხარი, მადლობა. და დღეს ჩვენ მოვამზადებთ კარბონარას. კი ბატონო. იტალიის სავიზიტო ბარათი. ნამდვილად. კი ბატონო. რომელიც მე ძალიან მიყვარს. კი ბატონო. და მაინტერესებს პროცესიც როგორ მზადდება. კი ბატონო, მაშინ შევუდგეთ. ასე რომ მე ყველანაირად ვეცდები მაქსიმალურად დაგეხმარო და ჩვენს მაყურებელსაც ვანახოთ როგორ მზადდება და კი ბატონო. მე ერთად დავაგემოვნოთ. კი ბატონო. დავიწყოთ? დავიწყოთ. ესე იგი, ამისთვის დაგჭირდება. მოდი ჯერ პასტას ვიტყვი, პასტა როგორ მზადდება. ქვილი, კვერცხი, ოდნავ მარილი, ოდნავ ზეთი. და დავიწყოთ ახლა მოზილვა. მარტივი ინგრედიენტები. საკმაოდ. შევუდგეთ საქმეს. დავიწყოთ. კი ბატონო. ცოტა მარილი. რამდენ კილოგრამ ქვილზე ვაკეთებთ? 500 გრამი ქვილი გვინდა, დაახლოებით 2 გრამი მარილი. 2 ჩაის კოზი. წყალი. ესე ცოტა მეტი არ უნდა? არა. ანუ ძირითადად მაინც კვერცხი მიდის ესე იგი. კი ბატონო. 1 ჩაის კოზი ზეთი. და რაც თავარია 5 ცალი კვერცხი. ანუ 500 გრამზე უნდა 5 ცალი კვერცხი. კი ბატონო. მთლიანი. კი ბატონო. ნუ ეხა მოგვიყევი შენზე ეხა კონკრეტულად როდის შეხვედი სამზარეულოში, რამდენი სასაკში? მე ამ სფეროში ვარ, 9 წელია. 9 წელი დიდი დროა. კი, საკმაოდ დიდი დროა, დიდი გამოცდილებას დავაგროვე. მოკლედ, პირველად რომ დავიწყე ამ სფეროში მოღვაწეობა, ცოლი მოვიყვანე მოკლედ. ჩემი ცოლი არის კონდიტერი. გაო? და ჩემი ცოლის მხრიდან ყველანი არიან ამ სფეროში. ხო და მეც ჩამithრიეს ამ სფეროში. იძულებით ხო არა? არა. ხო და ნუ ეგრე დაიწყო და ნენელა განვითარდი და სხვა სასტუმროები, ბულანჟერიები, ასე შემდეგ და მაგრამ აი პირველი საბჭილება როგორი იყოს აი სამზარეულოზე? მაგას კარგად ვერ გავიხსენებ. რატო? ანუ მაშინ რომ დავიწყე ამ სფეროში მოღვაწეობა, დავიწყე იმიტომ რომ ჭირდებოდა სამსახური. და მაშინ ესე კარგად ვერ ვაცნობიერებდი, სად მივდიოდი, გავაგრძელებდი თუ არა ამ სფეროში მოღვაწეობას და ასე შემდეგ მოკლედ. ბოლოს 3-4 წელია, რაც გავაცნობიერე, შემიყვარდა ჩემი საქმე. საკმაოდ კარგადაც გამომდის. თავის საქმის პროფესიონალი. და მოკლედ ეხა ისე მიყვარს ჩემი საქმე, რომ ეჭვიც არ მეპარებ. სიამოვნებას ვღებულობ ჩემი საქმის კეთებისგან. ყველას ურჩევ და ვეთქვი რომ რასაც არ უნდა აკეთებდეთ, თქვენი საქმე უნდა გიყვარდეთ. უნდა მიაწვეთ ბოლომდე. ნამდვილად, სიამოვნებას უნდა ღებულობდეთ. რა თქმა უნდა, აბარა. ნუ ისე ადრე კაცი რო სამზარეულოში იყო, ცოტა ისე ითვლებოდა, რაც უნდა. აი რა უნდა მამაკაც სამზარეულოში და ასე შემდეგ, ეგეთი ლაპარაკები იყო სულ. ხო, ან მაგალითად გინა თუ არა მზარეული უნდა ყოფილიყო ხალი. ხო, აი კუხნაში საკონდიტროშიც ხალი მაგალითად, მაგრამ ეხა ნებისმიერ სფეროში არ აქვს მნიშვნელობა. ხალს თუ კაც. თავარია შენ იყო შენი საქმის პროფესიონალი. რა თქმა უნდა. გიყვარდა შენი საქმე და ღებულობდა სიამოვნებას. აკეთებდი საქმის კარგად. რა თქმა უნდა, მაგრამ თუ დაუკვირდები და ყველა ეს ანუ ცნობილი ფაქტია რა, ანუ სამზარეულოში თითქმის 90% კაცი არის. ნუ საქართველოში არა და მთელ სოფლიოში არის ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესია. და მივესალმები მაგ ფაქტს. ოჩა კარგად ზილავთავს. ხო. რო არ მოვზილო კარგად თქვენთან სირცხვილი იქნება. კი. გლუტენი კარგად უნდა გააქტიურო. ოჩაღი ხელები, მარჯვე ხელები ჭირდება. და მარჯვენა ხელი. ესე იგი
ჩვენ ახლა ამ ცომს რომ მოვზილავთ, უნდა დავაჩეროთ ცოტა ხანი, დავასვენოთ, ხო? უნდა დავასვენოთ მინიმუმ 20 წუთი მაციაში. დავაპლასტიკოთ. ცოტა მოეშვას, რომ მე ადვილად გავატაროთ, ხო ეგრეა? აბა. ცომი უკვე მოიზილა, ეხლა გადავდივართ კვერცხს უნდა მოვაცალოთ გულები. შევდგეთ საქმეს. 4-ვე კვერცხის მარტო გული გვინდა. კი, 4-ვე კვერცხის. აი, მოდი მე გავტეხავ. და დავიწყოთ. იმენა. ოცა, შენს მომიყევი, აბა შენ შესახებ. რამდენი ხანია კულინარიაში ხარ? ნუ დაახლოებით 7-8 წელია. შენც დიდი გამოცდილება დაგროვებია. კი, სხვათა შორის. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩემ პირველ შეფს, მაგის დამსახურება აქ ვდგავარ. მიხვდება ვიზეც ამაქვს საუბარი. ხო, მაგრამ იყო ხოლმე მომენტები, აი რომ გადავიღალი, გადავიწვი და აი ბევრი შეკვეთები რო იყო და რაღაც. აღარ გინდოდა მუშაობა. აღარ მინდოდა მუშაობა, მე მივდივარ. ეგ პერიოდი ყველას აქვს ხოლმე. ხო, და თავია გადალახო. კი ბატონო, აი დაახლოებით 1-2 კვირა რო სამსხურიდან რო წამოვიდი 1-2 კვირა სახში რო ვიყავი, მე ფიქრებოდა აი მეთქი ახალი პროფესია უნდა ავიჩიო რაღაცა, მაგრამ გული მაინც სამზარეულოსკენ მიწევდა ყოველთვის და შემორჩი სამზარეულოში დაუბრუნდი, დაუფიქრდი მეთქი ამდენი შრომა წყალში და უნდა ჩავყარო მეთქი. ნამდვილად. დიდი მადლობა ჩემ გულს. ახლა გამოცდილება რო გაქვს დაგროვებული და 7 წელია უკვე ამ სფეროში ხარ. კი. უნდა გააგრძელო ბოლომდე რა თქმა უნდა. და იყოს საუკეთესო შენ საქმეში. თუ აკეთებ, უნდა იყოს საუკეთესო. სრულიად აბა. შემდეგი, გავშვებით. ეხლა ჩავაყაროთ ოდნავ პილპილი. კიდე ბევრი. ანუ უხდება ბევრი პილპილი. ძალიან უხდება. ნუ ადრე კარბონარას აჭმენდნენ იტალიაში, რა თქმა უნდა იტალიაში. მაღაროში ვინც მუშაობდა და ეს შავი ხელები რო ქონდათ ხოლმე. ნახშირიანი, კი ბატონო, მადლობა. ანუ პილპილით ეყრებოდა ხოლმე და მაგიტომაც ამატებენ ბევრ პილპილს. კი ბატონო. და მარილი ხო კიდე? მარილი არა, ბოლოს პასტაში ხადავამატოთ პარმეზანი. აბა, მიდი. ჩავხეხოთ. ანუ კვერცხშიც და მე ბოლოს წერე. ასე თოვლივით რომ მოაყარო ყველი ჩემპურსაც, იტალიური ხაჭაპური გამოვა. ხო არა? კი. რა თქმა უნდა, ეხა მოურიოთ. კიდე დაიმატებს ყველს. რა თქმა უნდა. ესე იგი, ბევრი ყველი მიდის. ნუ ზოგადად არის გავრცელებული საქართველოში კარბონარა ნაღებით და მაგას არ მივესალმები, იმიტომ რომ ანუ დროთა განმავლობაში ხო. ნუ მართებული არ არის იქიდან გამომდინარე, რომ ეხა მაგალითად ავიღოთ. აი ხინკალსო დავამატოთ ნიკოზი, ხო? ანუ იგივე არა, ვერ წარმოვიდგე. ხო, ანუ იტალიელებისთვის ზუსტად ეგაა შოკი, რომ ნაღები რატომ უნდა დავამატოთ? ხო, აი კარბონარას. ნუ კლასიკურად კეთდება კვერცხის გულით. გასაგებია. და ბევრ ზარეულსაც ეჭრება ხოლმე აი ეს კეთების დროს კვერცხის გული და ოდნავ წყალი უნდა დავუმატოთ ამას ახლა რო არა გვეჭრას. ოჩა კარგად მუშაობ ცომთან. კი, სხვათა შორის ცომთან მუშაობა მიყვარს. ხო და მე შენ კარგ რაღაცებს გასწავლი მე. აუცილებლად იცოდე ვიმახსოვრებთ. ეხლა ჩამოვატაროთ ცომი. მინიმუმ 12 ჯერ უნდა ჩამოვატაროთ ცომი. კარგად შეიკრას და ბუშტები არ ქონდეს მოხარშის დროს. ანუ ჰაერები უნდა გამოვაშვებინოთ სრულიად. მოდი მე დავიჭრება. კი ბატონო, გავწელოთ მაშინ ბოლომდე. მედი ნენელა მასაჟი. აი როგორ გაიწელა ჩვენი სანაკებო ცომი და როგორი ყვითელიაო. ამას გადაკეთვები უნდა გავუკეთოთ ახლა? კი. ნენელა შევაპაროთ. ანუ უფრო ელასტიური და პრიალა ცომი რო გახდეს. კი, აი როგორც ხინკალია. კი ბატონო. კიდევ ერთხელ ჩამოვატაროთ ასე. ახლა გადავკეცოთ. ის ხო იცი? ცომზე რო არის ნათქვამი. ნეტა ცომი ვიყო. არ იცი? მასაჟიო, თბილი ოთახიო. დასვენებაო, აბა.
ჩვენ მინდა გვასვენოთ, ვინ გაუკეთებს მასაჟს. ან მით უმეტეს სულ საქმეა სამზარეულოში და გვინდა არ გვინდა. ნამდვილად. ნუ შეიძლება შეკვეთა არ იყოს, მაგრამ გინდა არ გინდა სამზარეულოა და საქმე მარტო სულ შეკვეთაზე არ არის, რომ სამუშაო პროცესი იყოს და საქმე კონდეს. აბა რა საქმე არ გამოილევა არასდროს. კი ბატონო, თან ნებისმიერ დროს შეგიძლია შენ თვითონვეც გამონახო რამე საქმე. კი, ზუსტად გეთახმები. აი ნენელა როგორ ვაჩვენოთ, დავანახოთ, როგორ შეიცვალა. უფრო პრიალა და ელასტიური ხდება ნენელა. ვაიმე, რა სილამაზეა. თქმა უნდა. საოცრება. თან ძალიან მარტივია ამ კერძის მომზადება და სულ თავისუფლად შეუძლიათ სახლის პირობებში მოამზადონ. რა თქმა უნდა. მარტივად და მიირთვან გემრიელი პასტა. მორჩა. ეხა ეს მე მგონი ფქვილში იმაშვებიან ხოლმე, ხო? კი. ანუ რაღაცა ესეთი ისინი, ანუ ეცი ხარ შეხება მაქვს სამზარეულოსთან და უბრალოდ აი ესეთ მომენტებს შევსრები ვარ და ვიცი ხოლმე რაღაცეები ცოტა. ეხა ფქვილში ამოვაგოთ ცოტა. და ეს რატო შვებიან ამას რომ არ გამოშრეს. არ გამოშრეს. ლამაზი ფორმებია, ხო? კი, ნამდვილად ძალიან. ანუ თუ ექნებათ საშუალება რომ სხვადასხვა ფორმის გასატარებელი ქონეთ, შესაბამისად მიიღებენ სხვა ფორმისას. კი ბატონო, კი, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ფორმები არსებობს, უამრავი. თუ ექნება წვრილი მგვალი, ანუ მაგას მნიშვნელობა არ აქვს. მარილიანი წყალი. კი, ძალიან ბევრი მარილი გჭირდება, ანუ მარილი უნდა იგი. ბევრი მარილი? კი. ეხა ავოსოთ წყალი, ავადუღოთ. ნუ უკვე წყალი ადუღდა. ამასობაში მარილის ჩავყაროთ. ბევრი ადლობა. იქ უნდა იგრძნობოდეს. ეხა ამის აქ ხო პანჩეტა დავჭრათ წვრილად, გრძლად. გრძლად. კი ბატონო. კი ბატონო, დავჭრი. ცომს მივხედავ. ეხა გავაცხლოთ ტაფა მაქამდე, სანამ მიშაჭრის. დაბალ ცეცხლზე. ზეთის გარეშე, რა თქმა უნდა. ზეთი რატო არა? ბეკონი თავის სქემს გამოყოფს, კი ბატონო. ბეკონი მზად გვაქვს. წყალიც ადუღებულია, ლაშია. ლაში არ არის ძალიან, მაგრამ ხო არ დავამატოთ მარილი. არა, მარილის დამატება აღარ. მეტი აღარ უნდა. უკვე ჩავაყაროთ. ეს რა კაი არომაც გამოსცემს. კი. მიდი, ცეცხლი, მიდი. ახლოს. აი გვინდა რაღაცა ზეთი და ეგ. სოიო. ნო. ვაუ, აი მაგარი ლამაზი კადრია რა. აი. კარგად შევა რა. ოღონ აი სტაფა უნდა იყოს აქვე, ჩინელებს რო აქვს. ზაფრისებული რაღაც ღრმა. ოკი, ხო. ეს კარგად დაიბრაწება. აუ, кайფერზე მიდის თან. ნე. ეს უნდა მივიდეს აი ოქროსფერი, კარგი ოქროსფერი უნდა იყოს. მაგარია. აი, ამენი ცხიმი გამოყო. აუ, ბოლოს რა. ბოლოს იქნება მაგარი გემრიელი. აი, შეჭამ. აი, გემრიელად შეჭამ. ეს მზად არის უკვე, ხო? მზად არის. ანუ მიყვავს კარგ ოქროსფერა. კი, აი ხრაშუნა უნდა იყოს. აუ, რა სომი აქვს, უკვე მომშვიდა. სულ მალე იქნება მზად. ჩვენ ახლა ვხარშავთ ალდენტეზე. ანუ კვეჩა უნდა იგრძნობოდეს. რა მხელა. ცეცხლი არ დაიზოპირე. ნუ თითქმის ჩვენი პასტა მომზადდა. ამის ბულიონი დაგჭირდება აუცილებლად. ნუ ამით სისქეს ვაკონტროლებთ.
რის სისქეს? ბულიონის? კი ბატონო. ანუ ცხიმს ზეთს არაფერს არ ვყარობთ. არა. მხოლოდ ბულიონი კი ბატონო. როგორ და ბეკონის ცხიმი. კი. ცოტა ამ ბეკონის ცხიმს გადავამატებ, უკვე აი ყველაფერი რო შეიზღლება. რო უფრო გემოვები, უფრო გაუჭირს. კი. მე რო პასტას გადავდებ. თქვენ უბრალოდ ჩაახეხეთ, მე ამასობაში უფრო მოვღრებ ინტენსიურად, რომ არ აგვეჭეს ჩვენი პასტა. ანუ რაც მივხვდი ახლა არ ვინანებთ მარილს წყალში კი ბატონო. და ყველს. კი. არ გვენანებ. არ გვენანება. და ბევრიც გვაქვს. რა თქმა უნდა, რაც არ გვიჭირს ეგა. ესა ხშა.ად მოგვაქვს ჩვენი პასტა. მე ყველს დავახეხავ, ხო? აი ჯერ არა. ელარს რო ამოწმებენ, ხო იცით? როგორი სიგინსა, ამ ხელაა და აიგრე ამოწმეთ ხა ჩვენ. კიდე დავამატოთ ამას ბულიონი. აი თარალამაზი მომენტებია და რა. ლამაზი კადრებია ზა. რა თქმა უნდა. და მე ჩვენი ამბავი იქნება როგორც ზღაპრის ბოლო კეთილიო. ზუსტად. ისე იქნება ჩვენი საქმეც მე რომ დავამთავროთ ჩვენ კერძს. რა თქმა უნდა. ეხა ბოლოს ცოტა უნდა მოითუშოს? კი, აი ხა ამასაც რო გადმოვიტანთ. ეხა კვერცხს ვასხავთ. აი სწრაფად რაც შეიძლება. რატო? რო არ აიჭრას კვერცხი. ასაგებია. გამოთოთ და ინტენსიურად მოურიოთ, თან პარმეზანი ჩავახეხოთ. აბა რაც არ გვენანება პარმეზანი. პარმეჯანო. პარმეჯანო რეჯინო. აი როგორი კრემი არის. კიდე გადავამატოთ. დარწმუნებული ვარ, ეხა ჩვენ მაყურებელს მოშივდებოდა. კი ბატონო, ეჭვცა მეპარება. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ აი ეს პროცესი რაც ჩვენ ეხა გავატარეთ, კარგად დაიმახსოვრეს და მოამზადებენ თვითონაც და დააგემოვნებენ. რა თქმა უნდა, აბა რა. ამას დავაყენოთ ეხა ბეკონი. და ზევიდან ვაყრით კიდევ პარმეზანი. როგორც იქნა დავასრულეთ ჩვენი კარბონარას გაკეთება. გავსინჯოთ ეხლა. აუცილებლად უნდა გავსინჯოთ. იმდენი ხანი ველოდებოდით ამ მომენტს, რომ ეხლა რო არ გავსინჯოთ. ძალიან კარგად გამოიყურება და ყველაფერი კარგად გამოგვივიდა. გონი ხა იტალიელები. იტალიელებს ახლა ნერწყვი მოსდით. კი ბატონო. და როგორი ყვითელია, ხო? კი, როგორი საჭიროა მასე. აბა გაგვისინჯე. გაგვისინჯე, გასინჯე ჩვენი გაკეთებული. მე აი ყველაფერი ერთად ეს პარმეზანიც. დავახვიო, ხო, ესე და? კი, პარმეზანიც. რა მხელა, ნახე. დიდია რაც გვიყვარს. ხუმრობა მეგობრებო. გემრიელია? იმენა ტანგოს გაცეკვეთ, რა. ძალიან გემრიელია. საღუროთან. არა, რატო მე ჩვენ ბრაო. შენ იყავი ჩემი გიდი როგორც დასაწყისში აღურიშნე და მეც რაც შემეძლო მაქსიმალურად მოგეხმარე გვერდში დაგიდექი და საერთოდ ჯამში ძალიან გემრიელი კერძი გამოგვივიდა. ძალიან მიყვარს მე პასტები და მართლა ძალიან გემრიელია. თან ეხა რო ნაღები ძალიან მიყვარს მე და რო უკვირდებ საერთოდ არ უნდა ამას ნაღები. ანუ ნაღები რო კონდეს ეხა ამას ხო ჩემი და ვაფშე სხვა გემოები იქნებოდა რა. ანუ არ უნდა არ ჭირდება. ესეთი თავის გემოზე წაიყვანე და ეს არის ხა კლასიკური კარბონარა. ძალიან გემრიელია. თბილისში ასე უნდა კეთდებოდეს რა კარბონარა, არანაირი ნაღები, არანაირი რძე და ასე შემდეგ. კლასიკურად გემრიელია. ვერცხლის გული. ოთარ, ძალიან დიდი მადლობა გინდა მინდა მოგიხადო მოწვევისთვის. ძალიან მისიამოვნე, ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო.
ძალიან გემრიელი გამოვიდა და დიდი იმედი მაქვს რომ შენი მაყურებელიც ანალოგიურს გაიმეორებს და მოამზადებენ სახში და გემრიელად მიირთმევენ პასტას და წარმატებებს უსურვებ შენს მაყურებელსაც შენს და კიდევ ერთხელ მადლობა დიდი მოწვევისთვის დიდი მადლობა შენ რომ მობრძანდი და რომ დამაფასე გაიხარე და მადლობა რომ მოხვედი მართლა და გულით მოამზადე ჩემთან ერთად და კრუასანები და პუნქტუ შევლობა შენზე იყოს გავაკეთოთ დავაი ოკეი მეგობრებო ამით დაგემშვიდობებით და როგორც ვიტყვი ხოლმე არ წახვიდეთ და დარჩით ჩვენთან და ისე ამოვეთ დაელოდეთ ბევრ და კარგ სიახლეებს ჩაო